გამარჯობათ, მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა ყოველთვის მიწვდილია ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საკითხების აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ეხება ჩვენი ქვეყნის როგორც უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ხლა 9 მაისი იყო, 9 მაისი ჩატარდა, 9 მაისი აღნიშნა საქართველოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ იყო იმ მასშტაბებით და იმ ესე იგი რომ ეთქვი ორგანიზებით როგორიც ეკადრება იმ ადამიანებს. მართლაც როგორიც ეკადრება იმ ადამიანებს. პირველ რიგში რომ რა გახდა ამდენი ხანი ეს მართლაც დიდი იმ ღონისძიების ჩატარება, რომელიც თავის ძუზე ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროს, ხო? და შემდგომაც კიდევ, როდესაც ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და მე ეტაპობრივად ნელა იმდენი გააკეთა ამ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატერიალებმა ლიდერებმა საერთოდ ამ 9 მაისის გაუქმება უნდათ. შემდგომ ძალიან აი მცირე ნაწილი იყო მოსული აი ღონისძიებაზე. მცირეს უძახი იმას, რომ 1%-ც არ იყო მოსული კაცო. ამას გადა რაღა დარჩა იქ. რა იყო ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ადამიანებსაც ეკუთვნოდა ეს პატივი და ის რომ მეთქვი ღირსება, რომლებმაც 9 მაისი მოგვიტანა. ჩვენ ხო თითქმის ძალიან ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ დამოუკიდებლად ბევრი გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა, ხო? ნუ ახლა სახელმწიფომ ვერ გადადდა, ვერ გაბედა და ვერ ესე ოფიციალურად ვერ მიმართა ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას, რომ 9 მაისი არის მართლაც უზარმაზარი და დიდი ღონისძიება, რომელმაც 9 მაისმაც სოფლიო გაანთავისუფლა ფაშიზმისაგან, ხო? ეს საჭირო იყო და ეს უნდა გაკეთებული იყო, მაგრამ ცუდია დღემდე ეს ვერ კეთება, ხო? ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვიქნება საუბარი, ამავდროულად ვიქნება კიდევ სხვა დანარჩენ თემებთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩვენი რომ მეთქვი ტელევიზიისა და ჩვენი აი ცხოვრების მეგობარი ადამიანი ბატონი ზაზა გვიმრაძე, პოლიტპატიმარი, ვეტერანი კაცი. დღემდე კიდევ არის ჩამოლი ამ ბრძოლებში და ეს ადამიანი არის ის კაცი, რომელიც ამ ბრძოლებს ბოლომდე მიიყვანს. ბატონო ზაზა, აი დავიწყოთ მართლაც იმ ღონისძიებიდან, რომელიც ჩატარდა, ხო? ეხლა საქართველოს სოფლიო მიცის, სოფლიო საქართველოს ყავს 3 დიდი მნიშვნელოვანი ადამიანი. პირველი ის რომ იოსებ ვისარიონ სტალინი. ბერია და მე ბოლოს დააგვირგვინა ქანთარიან, ხო დროშა რომელმაც რაიხტაგზე აიტანა. ამას სოფლიო იცავს. ამას ეს აი ვისაც არ უნდა კითხო, ყველა გეტყვის, ხო? ეს შენი ქვეყნის შვილები იყვნენ, შენ ქვეყანაში დაბადებულები იყვნენ, გაღზილები იყვნენ და ამ ადამიანებმა გააკეთეს და გადადგეს ის ნაბიჯი, რომ სოფლიო გაანთავისუფლეს ფაშიზმისაგან. ხო? კი ბატონო. ხო და ხომ უნდა ჯერეთი 9 მაისს ხო უნდა სტალინის ზეგლიც უნდა რატომ არ გახსნეს, რატომ არ მოხდეს ყველაფერი. მეორე კარგი რა გვეყოფა ის რაღაცა ეს კი მელიტონ ქანთარია და სუყელი არის იქ ვაკის პარკში, გაიგე? მაგრამ ესეც ხო ლიბერალური პროექტი იყო, რომელიც კიკვიძის ბაღში გადმოიტანეს მელიტონ ქანთარიას ძეგლი, ხო? არის იქ უცნობი ჯარისკაცის საფლავი, იქ არის მელიტონ ქანთარიას, იქ არის სტალინის, იქ არის ბერია, იქ არის ბაბუაშენის, იქ არის ბაბუაჩემის და იქ არის სუყველი. ყველანი ნათესაურია დაღუპულები ქვეყანას. რატომ ხდება დღემდე ამ ესე იგი ამ პროცესის ასეთი მდგომარეობაში ყოფნა? მივესალმებით TV+-ის მაყურებლებს. ბატონო ტრისთან, იცი რატო ხდება? ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი. კი ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ დამოუკიდებლად ნაბიჯებს ვერ ავდგავთ. 9 მაისი როგორ შეიძლება არ აღინიშნოს? 700,000 ქართველი წავიდა. და იმ სისაძაგლებთან, ის სიბოროტეს, რასაც ფაშიზმი ქვია, 350 კაცი შეეწირა. 350,000. ხო, 350,000 კაცი შეეწირა. იმ ხალხის სოვნას პატივი როგორ არ უნდა მივაგოთ? ჩვენ ოჯახებში მივაგებთ, მაგრამ და სახელმწიფომ რატო არ უნდა მიაგოს პატივი? ეს მასშტაბები იყო, მე რაც ახლა მოხდა 9 მაისს. არ არის ეს მასშტაბი, ეს უნდა იყოს ქვეყანაში დიდი გამარჯვების ზეიმი. როგორიც არის, არ გვატარებიებენ დიდგორს, არ გვატარებიებენ ისეთ შესანიშნავ ქართველს, არც შამქორს, არც ბასიანს, არც ბევრ რამეს რა. საერთაშორისო დიდგორზე თურქებმა შემოუთვალეს, იქიდან. ხო, იქიდან თურქები გვითვლიან, აქედან ევროკავშირი გვითვლის, იქიდან ამერიკა გვითვლის, მეტი კი აღარავინ დარჩა. შემოსათვლელი. მე
აი უყურეთ რა, როგორი პომპეზურობით აღინიშნა ბელორუსიაში. მაგარია. სხვაგან ამერიკაში აღნიშნეს. ამერიკაში აღნიშნეს. სულელობა ჩაატარეს. სულელობა ჩაატარეს. ყველაფერი და საქართველოს 0. ეს არის 0. რაც საქართველოში კეთდება, ნიუჟელი მაპატიოს ღმერთმა და შენ წარსულს თუ ივიწყებ, მომავალს ვერ შექმნი. იმიტომ არიან დაუფასებელი ის მებრძოლი ბიჭები, გამოვლილი ავღანეთიდან თუ გინდა დღეს, ვინც ავღანეთის სამაჩაბლო, აფხაზეთი, ყველგან სადაც იბრძოლეს, დროს მეომარს პატივი და ღირსება არ აქვს. როგორი იყო საბჭოთა კავშირის დაფასებული? იმიტომ რომ წარსულს ივიწყებენ. იმას წარსულს ხო? როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროს ვეტერანები, როგორი დაფასებულები იყვნენ, როგორ ზრუნავდა სახელმწიფო მეომარზე. როგორ უნდა აღზარდოს შენიშვილი, რომ ქვეყანა დაიცვას, როგორი მოტივები უნდა მისცე? რას უყურებს ის? აგერ იბრძოლა მამამ, არაფერი არ არის, სამსახური არ აქვს, არაფერში შეღავათი არ აქვს, ომში ნამყოფ კაცს ტყვიას უშვერდა მკერდს სამშობლოსათვის და ის შვილი გინდა რომ წავიდეს ჯარში და სამშობლო დაიცვას? მოტივი არ აქვს. მოტივი. ამასაც უკარგავენ ქართველ კაცს. ჯერ ის დააბრალეს ქართველ კაცს, რომ ზარმაცია, არაფერი არ იცის, ომი არ იცის. ომი თუ არ ვიცოდით დღემდე როგორ მოვედი და როგორ გადავჭი, კაცო? როგორ მოვედი დღემდე? ქართველმა კაცმა თუ ომი არ იცის და ქართველმა კაცმა თუ მიწის ფასი არ იცის, აბა ვინ იცის მიწის ფასი და ღმერთის ფასი? და ომის ფასი. ომის ფასიც ვიცით და ყველაფერი ვიცით ქართველებმა. სამაგეროდ როგორ შეიძლება რომ 9 მაისი არ აღნიშნოს ქვეყანამ, როცა მთელი სოფლიო აღნიშნავს. მთელი სოფლიო ისე როგორც ეკადრება 9 მაისს. ისე როგორც ეკადრება 9 მაისს. სალიუტების გასროლაც უნდა იყოს და ყველაფერი უნდა იყო. პილოტექნიკას მთავრობის სახლიც რო ესრულებოდნენ და პოლიციელებს უბიზდებდნენ და ხოცავდნენ ამ პოლიციელებს და რუსთაველსო იმაშობდნენ, წავდნენ, ხო? აქ უნდა გაესრულო პილოტექნიკა და აქ უნდა გაესრულო ის მართლაც ისეთი შესაბამისი ეს სალიუტები და მაშხალები და ყველაფერი ისეთი დღეა. აიგე, ხო? დღეს ეს თაობები, ჩვენი თაობები, ისენი რო არ ყოფილიყვენ, დღეს სად ვიქნებოდით, კაცმა არ იცის. ვიქნებოდით საერთოდ? ან ვიქნებოდით, ან თუ ვიქნებოდით, მონობაში ვიქნებოდით. ისეთი საზღარი რამ იყო ფაშიზმი. ამდენი ებრაელი და ამდენი ხალხი ამოწვა იმაში, გაზის კამერებში და ხოცავდნენ და იმაშვებოდნენ. კონცლაგერებში. უკრაინა არ აღნიშნავს. ნუ აღნიშნავს უკრაინა, იმიტომ რომ თვითონ იყვენ იქ კონცლაგერების მაყურებლები. უკრაინელები იყვნენ, დასადებდელ ოპერაციებს ვაკეთებდნენ, კაცო. ბენდერები, აბა, ვინები იყვნენ, კაცო? დასავლეთ უკრაინა. სტეპან ბენდერა და ის შუშკევიჩი ვინ იყვნენ? პირველი აგენტები? კი ბატონო, სადამჟელო ოპერაციებს რომელიც გერმანელი აგენტები ფაშისტების სულით, ხორცით, როგორ დღეს არიან ჩვენთან აგენტურა, სულით, ხორცით, გონებით, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც შემოვიდა ლიბერალიზმის სახელით და არადა ფაშიზმია სუფთა. კი ბატონო, კი. ლიბერალური ფაშიზმი და ლიბერალიზმი საერთოდ უნდა მოისპოს დედამიწიდან აღიგვაოს პირისაგან მიწისა. ძალიან ისეთი იდეოლოგია, რომელიც იდეოლოგიას სპობს, ყველაფერს სპობს. ყველაფერს სპობს, ადამიანებს სპობს. გარდა იდეოლოგიის ბატონები ადამიანებისა. ყველა ისინიც ისპობია. არა, ისინი მოსპობილები რო არიან. ისინი უკვე მოსპობი, ისინი უკვე ისინი უკვე ბოროტი ძალების ქვეშ არიან და განადგურებულები არიან. იმათ ხო არაფერი არ აწამთ, კაცო. იმათ რაც აი ადამიანი ღვთიურია, რაც არის ოჯახი, რაც არის მეგობრობა ის, მაგენი არიან სულ სხვა რო იტყვიან რა მაპატიოს, აი სხვა პაროდა ჩამოაყალიბეს. ისიც რა არის ბატონო ზაზა? თან ფულით. 9 მაისი არის უდიდესი დღესასწაული. ესეთი ომი მან არ ყოფილა მანამდე სოფლიო ისტორიაში. ესეთი საშინელი და რამდენი მილიონი კაცი დაიღუპა. კი ბატონო. რამდენი ოჯახი გაუბედურდა. რამდენი ინვალიდი დარჩა ამ ომიდან და ეს ქვეყანა და ქართველებმა მაინც და ჩვენ გენოფონდი დავკარგეთ, მაგრამ ღირსება არ დავკარგეთ. ის საბჭოთა კავშირი ომობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენ საქართველოს რესპუბლიკა ვიყავ. კი ბატონო. დღეს რო არის ევროკავშირი რო ქვია და იქ რო არიან ქვეყნები გაწევრიანებული. ეგეთი სიტუაცია ის საბჭოთა კავშირი ჯობდა კიდე იმ ევროკავშირს. ის ევროკავშირი, რომელიც დღეს არის აგრესიული საბჭოთა კავშირი, აგრესიული. საბჭოთა კავშირი? საბჭოთა კავშირი. არ კეთებოდა ესეთი რაღაცეები საბჭოთა კავშირის, თუ სასახა ევროკავშირში კეთება. რას ამბობ ევროკავშირი? თავი სუნი აზდის, თევზი, ხო იცი, თავიდან ყროლდებაო.
უკვე აყროლებულია ევროკავშირი. ის რა ევროკავშირია ფიცო ჩამოსვლა უნდა და გზებს უკეტავენ. სახაერო სივრცეებს არ აძლევენ. ის ჩამოდის კიდე სერბეთის პრეზიდენტი გზებს უკეტავენ. ის რა საერთოდ ყველაფერი წესი და რიგი სულ მოიშალა სოფლიოში. არაფერი აღარ არსებობს. აი რაც სიტყვია რომ აი ჩვეულებრივი სტანდარტული წესები რაც იყო აქამდე ქვეყანები 90 წლებამდე რაც იყო და ქვეყნები ერთმანეთს უგებდნენ, იმაშვებოდნენ, ამაშვებოდნენ, კი იყო რაღაც პატარა კონფლიქტები, მაგრამ ესე რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია მეორე ქვეყანაში გადაფრინდეს და ის ქვეყანა არ აძლევს საჰაერო სივრცეს, ეგ რა წესია? ისე სხვათა შორის ბატონო დელემაყურებელო ბატონო ზაზამ ახლა ძალიან კარგად აღნიშნა რომ ევროკავშირის 3 ქვეყანამ დაუკეტა სერბეთის პრეზიდენტს და არ მიცა იმის საშუალება რომ ის ჩასულიყო 9 მაისს და მიიღო ამ დიდ გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობა. თქვენ წარმოედგინეთ რამდენი რამხელა გაბედულება გააკეთა ამ ადამიანმა საჰაერო სივრცეს როცა გიკეტავენ ხო ჩათვალე რომ იქ შენ ნაბიჯას ვერ გადადგამ ხო იმიტომ რომ ის დამთავრებული საკითხია იქ მორჩა იქ ჩამოგაგდებენ რა მაგრამ ამ ადამიანმა მაინც გააკეთა და გადადგა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი რომ ჩავიდა და მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა და არა მარტო სერბეთის პრეზიდენტმა გარდა ევროპაში შემავალმა ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ლიდერების გარდა დანარჩენი ყველა იქ ჩავიდა. ყველა ჩინეთისთვის არა ქვია. ჩინეთის ჩავიდა. აბათ საჰაერო სივრცე სომხეთის ჩავიდა. აზერბაიჯანით ჩავიდა ჩვენი მეზობლები. საჰაერო სივრცე დაუკეტეს ამ ხალხსაც ჩავიდნენ, მაინც მიიღეს ღონისძიებაში მონაწილეობა, ხო? ეს გააკეთეს, ეს ნაბიჯი გადაადგეს, იმიტომ რომ ეს ასეც უნდა იყოს და ასეც უნდა მოხდეს ეს ყოველთვის. ასეც უნდა მიიღოს და დაინახოს ყველა იმ ადამიანებმა, რომ 9 მაისი იყო და არის ის გრანდიოზული, ძლიერი და დიდი და წაუქცეველი თარიღი, რომელმა თარიღმაც მოუტანა სოფლიოს გათავისუფლება, ხო? კი ბატონო. განთავისუფლდა სოფლიო. დაისვენა სოფლიო 50 წელი მეტი კიდე ამ სისაძაგლეებისგან. აქედან ერთი რიგითი დიპლომატი მაინც ჩასულიყო ეგ, აიგე ოფიციალური პირი და მიიღო მონაწილეობა და აი ხა დამოუკიდებელია საქართველო მითხარი. ვერ ბედავს მოსკოვში ჩასვლას. აბა, ეგ რა თქვი რა. ამ ხელა ქვეყნები ჩადიან. დიდი და პატარა ქვეყანა. რა თქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა? აბა. რა თქვა? საბჭოთა ჩეხოსლოვაკია ჩვენ გაგვანთავისუფლეს ფაშიზმისგან. აბა რა ხდეს? საბჭოთა კავშირმა გაანთავისუფლა. მას ყველაზე მეტი ხალხი დაეხოცა, ყველაზე მეტი ხალხი ისე რო ავიღოთ. ეხლა საბჭოთა ჯარები რო დაიხოცა. საბჭოთა ჯარები რო დაიხოცა, იმდენი არ საბჭოთა ჯარი რო არ ყოფილიყო, ვერც ამერიკა და ვერც ინგლისი ვერაფერს ვერ გააკეთა. ამერიკამ მომისმინა აქეთ. ამერიკა ეხვეწებოდა ჩერჩილი, ეხვეწებოდა სტალინს. ხო. ეხვეწებოდა რომ შეუტიო გვიტევენ გერმანელებს. ამერიკა და ინგლისი თავიდან ფაშისტების მხარეს იყო. მაგემა შექმნეს ზუსტად ჰიტლერი. კი ბატონო. ხო, კი ბატონო, მაგრამ სტალინის გამჭრიახობამ, სტალინის ლავირებამ და სტალინის ამ დიდმა აი ამ ფენომენმა უდიდესი ფენომენი იყო. ევროპაში ომის მას იცი ევროპა იმას გერმანელებს ომით არ აუღია. იმას ჰიტლერს ომით არ აუღია. ის შეუძლია დახტეს უყოლა აი და როგორც უკრაინა დახტა ხო იცი? უბეთი პურლით და მარილით გაიგე და გაიგე ფეხქვეშ ისე დახვდა მთელი ევროპა, მაგრამ მერე შექმნა სტალინმა, ხო ეს ისენი რაღაცა ქვია, იატაკქვეშ მოძრაობები, პარტიზანული ჯგუფები, ყველაფერი. იტალია, კარგად ვიცით, მუსოლინი როგორ პირველი ფაშისტი მაგი იყო და თლიანად ჰიტლერის პოზიციაზე იყო. ქართველი ფორემოსულიშვილი ბრძოლობდა პარტიზნებთან, ბოლო-ბოლო რა რამდენი ქართველმა იბრძოლა იტალიაში ყველა იმაში. ეს ისა რა ქვია, საფრანგეთი მაგათანი იყო თავი და ბოლომდე. საფრანგეთში შევიდა და შევიდა. სტალინმა შექმნა დეგოლი, მერე დეგოლი მოიყვანა იმათ ეროვნული წაგებული საფრანგეთი გამარჯვებული საფრანგეთად დასვა გაეროში. სტალინმა აბა ვინა დასვა. ყველაფერი გაიგე რაშია საქმე. ჩერჩილი გადმოებირა აქეთ გაიგე. ბიჭო ჩერჩილი წავიდა სტალინის შემდგომ შემდეგ ვიღას ველაპარაკო აქ არავინ აღარ არის სალაპარაკო სოფლიოში. პოლიტიკան წავიდა ახლა ჩერჩილი ხო არ იყო პატარა კაცი და უჩქუო კაცი.
ამიტომ ეს ყველაფერი რაც მოხდა ხო და რა ესე იგი მთელი ეს რასაც ქვია უზარმაზარი მოქმედებები სტალინის მხრიდან ხო და რო ამბობენ დღეს აი კოალიციური ჯარები რო ჩაერთვენ იცი რო დაინახა 44 წელში ჩაერთვენ რო დაინახა რო უკვე საბჭოთა კავშირი დიდი ბოლომდე აწובה გაიგე ბოლომდე მთელ ევროპას აიღებდა არიქა გავაჩეროთ თუ არა ესე ჩვენც მოგდგებიან და ეგ როგორ ავსტრიაში საბჭოთა ჯარმა არ განთავისუფლა ავსტრია ამიტომ ჩაერთვენ ისინი გაიგე რომ ვითომ რაღაცა მე მონაწილეობა მიიღოთ რომ სტალინის პრეტენზიები არ ქონებოდა მე მაგათთან მიმართებაში. რა მაინც ბერლინს მაინც სტალინმა აიღო. კი, მაგრამ მე იქით წავიდოდა. კიდე წავიდოდა, სულ ყველაფერს აიღებდა, მაშინ უკვე საბჭოთა ჯარს ვეღარავინ ვეღარ გააჩერებდა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რა პროვოკაციები არ გაუკეთეს. აქეთ შემდგომ ეს იაპონია იმას ეს კიდო აქეთ რა ჯარი ედგა იქ სტალინს კიდე იაპონიის საწინა. აქეთ კიდო ის აუმხედრეს და ის თურქეთთან მიმართებაში გაიგე რა არა ისეთი შენაერთები იყო მაგ დროს ხო რომ აი რომ ერთი რომ წამოეწყოთ ჩათვალე რომ გასწორებული იყვნენ მიწასთან. კი ბატონო, ხო და ამიტომ ახლა ის რაღაცას ესენი ახლა ბაქიბუქებენ რომ აი ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, გაიგე და ჩვენც ესე იგი თავის თავზე უნდათ აღება 8 მაისი უნდათო თითოს 8 მაისი. არ იყო 8 მაისი 9-ში 8 მაისი რო გამოცხადდა კაპიტულაცია, ხელი მოეწერა 9 მაისს. კი ბატონო. და იმიტოა ეს დღე 9 მაისი ისტორია ხო უნდა არა ისინი იღებენ თავის რომ ჩვენ შევედით პირველები რომ ჩვენ ამას სად შევიდე ვინ შევიდა რო შესულები იყვნენ და აღებული ქონდათ მელიტონ კანთარია დროშას აიტანდა რა ისაზე თავარი ბუდეზე აიტანა ფაშიზმის ბუდე სადაც იყო ამ სატანისტური ბუდე იმის თავზე დადგა წითელი დროშა პირდაპირ ვაშკასურად კაცურად რა აბა რა ქართულად ქართველი იყო და ვამაყობთ ამითი უნდა ვიამაყოთ მელიტონ კანთარიას სახელით კაცო უნდა ვიამაყოთ ჩვენი გმირები როგორ არ უნდა იამაყო კონსტანტინე ლესელიძის სახელით აბა რა კაცო აბა რა როგორ არ უნდა იყო შოთა გამცემლიძის სახელით ჭიჭიკო ბენდელიანის სახელით როგორ უნდა მე ამგენა წაშალეს ყველაფერი ბიჭო ამგენა წაშალეს ყველაფერი იცი რატო წაშალეს დამოუკიდებელი არა ვართ არა ვართ ბატონო ტრისტა აი ლიბერალებმა წაშალეს ვიძახით ეხლა რომ ჩვენ აი მივდივართ ვითომ რაღაცა უთხარით ისე ცოტა ზედმეტად იმას ვითომ გაბრაზდნენ იქ რაღაც მიიღეს ამერიკაში რაღაც მეგობრული და არა მეგობრული თუ რაღაც სისულელე ხო აქტები რაღაცები ევროკავშირი იღებს რაღაც სისულელებს და ამ დროს შენ მაინც იმის ნარატივს ახორციელებ კი თუმათ არის თუ ცხადად რა მაინც იმის ნარატივი მიდი როგორ არ უნდა წახვიდე იქ ჩატარდა პირველი პარადის სამყო და იქ სატანისტური დროშები წინ დაუყარეს ქართველს ფეხებ ქვეშ აბა რა უქნეს გააკეთეს უდიდე იცი რა არის ბიჭო მერთმა გაანათოს ყველა დაღუპული ბრძოლაში მის დაიღუპა და იმათ სულები მერთმა აცხონოს ამდენი ხალხი წავიდა ზოგი პირტიტველა ბიჭები წავიდა ძალიან ბევრი ბაბუა ჩემი ძმა წავიდა პირტიტველა 19 წლის იყო 19 წლის იყო და სად არის იცი დაღუპული კიშინოვის აღების დროს და ობელიქზე აწერია სახელდება ის კიშინოვის დღევანდელი ხელისუფლება გაიგეთ მაია სანდუ დღეს იმას უკეთებს იგნორირებას ამ 9 მაისს გესმით რა შეცდებს სადაც დაიღუპნენ ყველა რესპუბლიკიდან გამიგეთ რა შეცდებს და გადაარჩინეს მოლდავეთი და მოლდაվել ადამიანს შეუნაცვლეს ეროვნება რომ ის მოლდაველია ხო და ის მოლდავეთიც აბა საბჭოთა კავშირმა კი არ შექმნა რუსეთის იმპერიამ შექმნა აჰა რო გაანთავისუფლა თურქებისგან კი ბატონო ბალკანის ქვეყნები და თელი ყველანი თურქეთის ბატონობის ქვეშ რო გმინავდნენ კი რა გნიდნენ რუს ბევრი სიკეთეა გაკეთებული ევროპისთვის თუ დაიჯერებს ევროპა რუსეთმა გადაარჩინა ევროპა და ის ბალკანური ქვეყნები ყველა კი რუმინეთი ესენი ყველა თურქების ისენი იყვნენ დაპყრობილი ქვეყნები აბა რა იყო კაცო აბა რა იყო და ვასალები იყვნენ ხარკს უყდიდნენ და ყველაფერი და დღეს გამოდიან და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ყველაზე მეტი იმ ბალკანებში აგერ იმაში კაცო შორო თურქები დაგაუთავისუფლეს საჯარა ვი დაიღუპა ყველაზე მეტი თურქული გავლენიდან რო გათავისუფლდა აჭარა ქართველები და რუსები დაიღუპნენ ქართველები და რუსები მერე ქართველები და რუსები ფრანგები ინგლისელები სად იყვნენ გერმანელები სადა ფრანგებმა და ინგლისელებმა მიგვატოვეს და
ლომის ხახაში ჩაგვაგდეს. ლომის ხახაში ჩაგვაგდეს პირდაპირ. პირდაპირ ლომის ხახაში ჩაგვაგდეს. კი ბატონო. აი ეს არის ჩვენი ევროკავშირი დღეს, რომელიც საიტიდან ჩვენ მივისწრაფით, კაიგე? ეხლა ერთ რაღაცას უსმენდი, რუსულ გადაცემა იყო რა, ინტერნეტში მოусმინე და ბატონო ეგეთი რამე თქვა რა, რუსეთის პრეზიდენტმა. ხო. საბჭოთა კავშირი ხო შეიქმნაო. რა ტერიტორიებით შემოვიდნენ ეს ხალხიო, ხო? ეს ქვეყნებიო. რო შეიქმნა უკრაინა, რაც ჰქონდათო რა ტერიტორია. იმ ტერიტორიებით გავიდნენ, ხო გასულიყვენო. რო წერიგე საბჭოთა კავშირმა რომ მისცა, მიწები. ყველაზე კაი დღეში ჩვენ ვიქნებოდით. რაც ჰქონდა თავიდან იმით გასულიყო. ხო, იმითი გასულიყო. ჩვენ ყველაზე კაი დღეში ვიქნებოდით ეხლა ქართველები. სოჩის ხარი ჩვენი იქნებოდა? კი. ახლა რო გვაქვს? დავით გარეჯი ეს ისე ჰერეთის მიწა. ის წმინდა გიორგის ეკლესია როა, ჰერეთის ტერიტორიაზე. დავით გარეჯზე ხო ლაპარაკი არც იქნებოდა. აქით ლორე ჩვენი. ლორე ხორამბუჯი და ისენი ის სომხებს როა, ინგლისელე მამისეს სომხებს. იქით თურქეთისგან თურქეთის მიწები კიდე? თურქეთზე ჩვენი მიწები, ისტორიული მიწები. ხო, ეხლა თურქეთის თურქეთის დაპყრობილი მიწები. ყველაზე კაი დღეში საქართველოს იქნებოდა დღეს. ერთიანი საქართველოს დარიალიდან დარუბანდამდე რო იყო ეს ერთიანი საქართველოს ის მიწები იქნებოდა. მაგას ჩვენ ალბათ არა ვერ გავიგე ყველაფერი, მაგრამ იცი რატო? ის ხალხი მე ვამაყობ იმითი რომ ბაბუას ძმა დაიღუპა, ბებიას ძმა დაიღუპა, კიდე დაიღუპენ ათესაობიდან ბევრი არიან წასულები ამ ომში და დაიღუპენ ახალგაზრდა ხალხი წავიდნენ რა. კი ბატონო. მე ვიცი ოჯახები 2-3 ძმა წასულა და 3-ვე დაღუპულა. ქვეყნისთვის. ისინი მარტო საბჭოთა კავშირზე კი არ იყვნენ შეყვარებები. ისინი ქართველები იყვნენ და იცოდნენ რომ თუ აიღებდა ფაშიზმი, გაიმარჯვებდა, საქართველოს დამარცხებული იქნებოდა და იმიტომ ომობდნენ. საერთოდ იდეოლოგია, ფაშისტური იდეოლოგია მეუღებელი იყო ნებისმიერ იმ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, რომელიც ქვეყანას მოდის ისტორიულად. იქ რო იყო, კაცო, ჰოლანდიაში ქართველები არ აჯანყდნენ, ჯვარაცმული კუნძული რო არის კინო. კი ბატონო, ქართველები არ აჯანყდნენ. ჯვარცმული კუნძული. ხო, ჯვარცმული კუნძული. ქართველები არ იყვნენ, პლენებად რო ყავდა. ქართველები იყო და როგორ აჯანყდნენ და დაიხოცეს. ბოლომდე იბრძოლეს. კაიგე, ბოლომდე იბრძოლეს. კი ბატონო, გეთახმებით. და რამდენი ასეთი წარმატებული სამხედრო ოპერაციები აქვს მოგებული? იტალიის ეროვნული გმირია ქართველი კაცი ფორე მოსულიშვილი. ამაზე მეტი რა უნდა თქვან? და რამდენი გმირი ყავდა საბჭოთა კავშირის იმ პერიოდში? მირზა გელოვანი, ამხელა ნიჭიერი პოეტი კაცი. წავიდა და მოხდა ტყვია ძმაო. ის სიცხოს საქართველოს შვილი იყო. და გამოდიან და რატო იომეს და ვინ უთხრა და ამას ასწავლით ახლა ამ ადამიანებს ასწავლით დღეს სკოლაში პროგრამაში არ წერი არაფერი. საერთოდ აი ეს ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ, აგერ ამ ქართველი ვაჟკაცების და გმირების წარმატების შესახებ, ხო? და მართლაც იმ გმირი პოეტებისა და რა ვიცი, გმირი ხელოვნების და გმირი აკადემიკოსებისა და ყველა ეს თელი გენოფონი რაც იყო, სულ ყველა იყო მიმართული სწორედ აი ამ ფაშიზმის წინააღმდეგ, ხო? ასწავლით ამ ადამიანების შესახებ სკოლაში რამეს, ბავშვებს ეუბნებით, ბავშვებს უხსნით ვინ იყო ეს ადამიანები. არაფერს არ უხსნიან ბატონო. წარმოადგენდნენ. ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ასწავლით ამას თქვენს. გაქვთ საერთოდ პროგრამაში ეს ყველაფერი. არა ბატონო. ჩვენ გვასწავლეს და ჩვენ იმიტომ გვახსოვს დღემდე მე და ბატონ ზაზას და კიდევ ჩვენაირ ადამიანებს, ვინ იყო მირზა გელოვანი და ვინ იყო კონსტანტინე ლესელიძე და ვინ იყო ყველა ეს დიდი უზარმაზარი ქვია, სულიცავსი ადამიანი. ზოია რუხაძე, ხალებიდან. ხო, აი ვინ იყო ეს ასწავლით ამას თქვენ ყველაფერს. არ ასწავლით, თქვენ რას ასწავლით, იცი? ასწავლით აგერ რომ ჩამეეთრებიან ხოლმე საქართველოში ეს გათხოვილი და გულთხარი კაცები და გასათხოვარი კაცები. ამას ასწავლით. ო, იმის სტილზე უნდა აღიზარდოს. იქინა უნდა გაიკეთოს, საყურე უნდა გაიკეთოს, ტატუ უნდა გაიკეთოს. რა ტატუ? რის ტატუ? ასწავლით აგერ ამ ლომჯარიებს და გიგაურებს და ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიით მიმდევარ ადამიანებს ასწავლით. ჯერ ბატონ ტრისთან არც ეციან იმის მნიშვნელობა, ტატუს მნიშვნელობა. რაღაცები ახატიათ, რომელიც მართლმადიდებლებაში ღმერთისგან, იმისგან არის ეგ, რომ და წმინდა მამებისგან, რომ ეს არის სატანური ნიშნები.
კი ბატონო. ეხლა თქვენ შეეხეთ ამ ტატუს შეეხეთ და ამას რა ქვია. არა, მაგას ასწავლიან რა ბავშვებს. ხო, რაღაც ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რომ არ შეიძლება რომ აისწავლებო. ახლა ნახეთ რომ არ შემიძლია რომ რა აღნიშნო. კაი, და ხა მე ქალაქში ხშირად გადავადგილდები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი, ავტობუსით, ხა. მეც ხშირად ვგზავნე. ხო, ფეხით მიწევს ხოლმე სიარული, კაი, და არ არსებობს ეხლა ნახეთ ყოველი მეორე ადამიანი ხდება ქუჩაში კარგი, ლამაზი, კარგი შესახედავი ახალგაზრდები და ბიჭო ტატო ქალებზე არ მინახია მე. ამდენი ტატუ რო იწყება აქედან, ესე მოდის კისერში, მე რა ვიცი, სად გადის, მე ფეხებში გამოდის. რა არის ეს რაღაცა სამხატვრო გალერეა გეგონება, გაიგე? და მე კიდევ რაღაცა საშინელებები ახატია. არა, ბატონო ტრისტან. ესეთი მე მეორე ნახეთ, ბიჭები ამ ბიჭებს რო შეხედავ, ესენი ხო საერთოდ ტატუები, ადამიანური საყურე, ხო, ადამიანური იკინა, ადამიანური ფერხორცი ხო აღარაა, აიგე? იკინა. სულ ასე გადახატული, გადმოხატული, რა ვიცი, ათელის და მე ეს კიკინები, საყურეები და რა ვიცი, უბედურებები. ეს რატო ხდება? ეს რა არის? ეს რა არის, ბიჭო, ცხვირში გაყრა. ბიჭო, რა არის? ხალს სამკაული უნდა ეკეთოს თითზე, მაჯაზე, ყურზე, ცხვირში კაცო და ჭიბში კაცო. ნახეთ რა ხდება ახლა. აი სწორედ ეს არის ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი. ბატონო ტრისტან, ერთამე. შენ საქართველოს ამ ქვეყანაში ამდენია ესეთი რაღაცები არ ყოფილა, მაგრამ ესეც სპეციალობაა გაკეთებული, რომ მთელი ამ, რა ვიცი, გარყვნილების მაგაში ფული იხარჯებოდა ის მილიარდები როგორ მადლიდან, ამერიკიდან და ევროპიდან, რომ ამდენი მოგეცითო. ქვეყნისთვის კი არ მიუციათ ეს ქვეყნის განვითარების, ქვეყნის წინსვლისთვის. აი ამ იდეოლოგიაში მოახმარეს ეს ფული ყველა. მე ნახეთ რაბინებში ცხოვრობენ კაცო. თვეში ერთიან 600-დან 1000 დოლარამდე. ეს ადამიანები, ეს ისე 600-დან 1000 დოლარამდე. არც ერთი მე ახლა მაგენი ქარხნებში და იმაში დაკავებული სამუშაოდ არ არიან, ხო? საგნავა ქარხნები სულ დაგვანგრევინებს, სოფლის ეკონომიკა მოგვაჭრევინებს, ქარხნები მოგვაჭრევინებს, ფაბრიკები არ აქვს. ამ ბინძური იდეოლოგიის მატარებელ ადამიანებს ამდენი შემოსავალი. 600 დოლარს თვეში ბინაში გადაერთი, ხო? ალბათ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთ 1000 დოლარს და 2000 დოლარს პირადი ცხოვრებისთვის დახარჯავს, ხო? სადღაც აი ხელფასები აქვს დანიშნული. მინიმუმ მათ ყოველთვიურად ეხარჯებათ თავიანთი ეს პირობებისთვის და თავიანთი ასეთი ცხოვრების შეგრძნისთვის ერთი 4000 დოლარამდე მინიმუმ. ამას ვაბობ, ხო? აღარ ვაბობ. მე დაიარებენ ასეთ ძვირადღირებული ავტომობილებით, ხო? დაიარებენ ქუჩაში რო შეხედავ, ესეთი ჩაცმულები ახლა იშვიათი არის, ხო? ქათონაკაცა ჩაიწვას, ხო? ბიჭო, საიდან ერთი გამაგებია ამ უპოვარ, უმუშევარ, ქუჩა მოწანწალი ადამიანებს ამდენი ფინანსები. რატომ არ ინტერესებით? იმიტომ არ ინტერესებით, რომ ალბათ თქვენს რაღაცა იქიდან გაქვთ, კაიგე? და იქ ის რაღაც ერთიანი კარმოშკა არის, პატარა და ყველა ერთიანი დიდი ის რომ არის, ხო, იცი ეს ქვევრი, კაიგე? თქვენს პატარას ხაფავთ იქიდან, ხო? იმიტომ რომ ბიჭო, ეს ხო ესენი ხო აგენტები არიან, კაიგე? ამას ხო აგენტურული ერთ-ერთი მიმართულების მუშაობა ქვია, კაიგე? რომ ამ მიმართულებით როგორმე ჩაეჭრა ქართველი ახალგაზრდობა ასეთ მოდური ვითომ და მოდურ ცხოვრებაში, კაიგე? და ასეთი იდეოლოგიის მიმდევრები გახადონ და ისტორია და კულტურა დაავიწყებინოთ, კაიგე? ეს არის ერთ-ერთი მიმართულება მოწინააღმდეგე მხრიდან ჩვენი წინააღმდეგ, ხო? ამას მიხედეთ, კაცო, ეს ხო გარკვეული პროპაგანდა არის. მომისმინეთ, ბატონო ტრისტან. სკოლაში ხო ვსწავლობდით, გვიგზავნებდნენ სიგარეტის მოწევას. რასაო, როგორ შეინახავ? გადიხარ სკვერებში, პარკებში, გახვალ პატარა გოგუები 14, 15, 13 წლის სიგარეტს ეწევიან. სახში პატრონი არ აყავთ კაცო ამ ხანს. რომ მიდის პატრონის მაგდარია, პატრონიც ეგეთი არის რა. არა, ბიჭო, ან სკოლამ ხო უნდა უთხასო, არ შეიძლება ყოველ დილას დირექტორი ჩვენი განათეს მისული ამირანი ერქვა, სიდათაშვილი და იმას გვეუბნებოდა სიგარეტის მოწევა, ადრე დაწყება, ნიშნავს ადრე დაწყებას ნარკომანიის, სულ ამას იმითი გამოდიოდა. გარკვეული ნარკოტიკული მოსეიცავს ეს სიგარეტიც, კაცო. ეხლა რა შეიცავს? ეხლა მიგრეკილობა ხო გაქვს? მაშინ კემაინს სიგარეტს თუთუნს დებდნენ და დღეს თუთუნსაც აღარ დებენ. მგონი ბალახებია რაღაც სმალაში და იმაში ამოვლებული რაღაცე ხო, მაგრამ რა არის ესე ბატონო სასა ნახეთ ახლა რა ხდება. ჩვენ ახლა იმდენი რაღაცები იმდენი რამეებს ეხლა ჩვენ ბევრი პრობლემები გვაქვს ქვეყანას. ეს უზარმაზარი პრობლემა არის. ეს უზარმაზარი პრობლემაა. უკან დაგვრჩებას გამთლიანება ქვეყნის თუ ამ პრობლემას არ მიეხედა. ესენი არიან ქვეყნის დამცველები.
ესენი დაიცავენ ჩემ ქვეყანას, რო დასჭირდეს. ეს რა არის მე მეშინი ამის თქვა, მაგრამ უკვე თითქმის მისული ვართ იმამდე, რომ ქართველი კაცი დღეს მე როგორც ხედავ, უმცირესობაში მივდივართ. უმცირესობაში წავალთ. აქ წესიერ ხალხს აქ არაფერზე არ მიუშვებენ. თუ ვინმეს რამე შეუძლია გააკეთოს, აი ზუსტად ეგეთი ხალხი რა. ესენი ერთმანეთთან არიან აღრეულები, გადაჯაჭულები. შეიძლება ერთმანეთს ესე ხალხის დასანახად კიეუნებიან რაღაცებს, მაგრამ მე ალბათ სუფრებზედაც კარგაჯდებიან, კარგათაც ულხენენ. ხო, ჟუჟუნაწვიმა მოვიდა, ხო შაუღიღინეს. ხო, ეგიც გვახსოვს. ჟუჟუნაწვიმა ჩვენ გვახსოვს. ჟუჟუნაწვიმა ხო გახსოვს? გვახსოვს. მე დღემდე გძელდება ჟუჟუნაწვიმა. არა. ეს ჟუჟუნაწვიმა არ დამთავრდება. ჩვენ ახლა ჩვენ მივდივართ უფსკულის პირასა ვართ კიდე. ჯერ 2012 წელს ვიყავთ უფსკულის პირას და ბატონ ბიძინას სახით ერთმა გამოაჩინა კაცი და ამოგვიყვა. ახლა მეორედ მივდივართ კიდე. მეორედ მივდივართ უფსკულის პირას. უკვე მისულები ვართ. აი უნდა გადავიჩეხოთ. მაგრამ ღმერთი არ დაუ. იცი რას ვერ ხვდებია? ყველაფერი მოხდა საქართველოს თავზე. ერთი ატომური ბომბი არ დაგცემია მარტო. არა, ღმერთო ვაცი. არა, საერთოდ გეუნები რა. ატომური ბომბი არ დაცემია საქართველოს, თორე ყველაფერი წარღვნიდან დაწყებული მიწისძვრები, მურვანყრუ, თემურლენგი, შახაბაზი, თურქსელჩუკები ვინ არ გვესეოდნენ? არაბები და რა ვიცი და ვინ არის? ყველას გაუძელით. რატომ იცი? ამას ვერ ხვდებიან. ეს არის დედა ღვთისმშობლის ქვეყანა და უფალი თავის დედის ქვეყანას არ გაწირავს. მერე და რატომ არ ეთაყვანებიან დედა ღვთისმშობელს? არიციან. რატომ მიდიან? ამას ეს ხო უნდა აღზარდოს ოჯახებში ხო უნდა ვიღაცა მილაპარაკოს. რატომ მიდიან დედა ღვთისმშობლის ნების წინააღმდეგ, ღმერთის წინააღმდეგ? რატომ ხდება ეს? ისე დღეში ჩაცვივდებიან. მაგას ყველას თავის საზღაური მიეზღება მაგ ცხოვრებას. ბატონო ზაზა, დედა ღვთისმშობელს შეეხეთ, ჩვენს იმ წმინდანებს შეეხეთ, რომელმა წმინდანებმა დღემდე მოგვიტანეს ჩვენი ქვეყნის ესეთი დიდი პატიოსნება, სიწმინდე. წმინდა ნინო და წმინდა გიორგი საქართველოს კიდევ ერთი მფარველები არიან. წმინდა ნინო იყო და წმინდა გიორგი იყო ბიძაშვილები. ხო, მაგრამ რატო არის ეს საქართველოში ესეთი რაღაცები, უფლის კვართი, ის კიდე დედა ღვთისმშობლის ერანგი რაღაცები, ისეთი რაღაცებია, ჩვენთან იმხელა სიწმინდეებია. ხო და რამედა გითხრათ, ნახე ახლა შეხედე, ჩვენი ქვეყანა არის ამხელა უზარმაზარი ტრადიციების და სიწმინდეების მატარებელი ქვეყანა. ეს არის ღმერთის ქვეყანა, ხო? ღმერთის ქვეყანა და ქართველები საერთოდ არიან ქრისტეს ხრედობა, კაცი იქნება თუ ხალი. მაგას თქვენ იმაში იტყვით. ხო, ნახეთ ახლა ამ უზარმაზარი მადლიდებს ამ ქვეყანაში, მაგრამ მე რა სიტყვები მახსენდება, ეს ყოველთვის აი ახლა მე მოწმენე კაცი ვარ და ამსარებელი ვარ და მოძღვარი ვიყავ ჩემი და ხშირად თუ თქვია ხოლმე რომ იცი მე მამაო რომ უნებოდი ხოლმე აი რაღაცას რო ვაკეთებს კარგ საქმეს კაცო ამ დროს უკვე ხელები მაქვს თითქოს შებოჭილი აი და ამ დროს არ გიშვებს ბოროტი ხო ამ დროს იცი რა მითხრა ნახეო შენო უკვე კარგ საქმეს რო ადგეხარო ხო და აი ეგ თუნდაც ეკლესიაში რო აპირებ პოსტოს ამ დროს უკვე გეშმაგი გეკაჩაებაო ხო აქით კარგავს ეშმაგიო კარგავს გიქნის პრობლემებს გიქნის იმე აბა შენ გადავარდებ ნებებშიო იქ შენო რაღაც დაიწყეო და დაადექი უბედურ ცხოვრებასო თუ ხელი შეგეშლება რამეშიო როგორც კი მადლიან საქმეს დაადგებიო კაი და წმინდა საქმეს დაადგებიო იმ წუთში უკეო გეზღუდება ყველაფერიო ამას ეშმაგი აქტიურდებაო კაიგე კი და მე ამი ძალიან კარგად ამიხსნა ამიტომ არის ჩვენ ქვეყანაშიაც ნახე ზუსტად შედარება გაიგე ნახეო რა დღეში ვარ თქვენ ჩვენო რა დღეშია ჩვენი საქართველო რატომ არის ამ დღეშიციო საქართველო არის ღმერთის ქვეყანაო საქართველო არის წმინდა მარიამის წმინდა ქვეყანაო და ამიტომ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის და არისო მაქსიმალური ძალების მობილიზაციას აკეთებსო ყველანაირად რომ ეს ქვეყანა ხელიდან არ გაუშვოს და არ დაკარგოსო ხო როგორმე თავისი ეს ეშმაკური და თავისი ეს სატანისტური ისინი საცდურები რამდენი აქვს ადამიანს და ეს არის მეტი კი არაფერია აბა რა საცდურებს გიგზავნის ხო გაიგე ეს არის ყველაფერი დაანჩენიო უფალი რო გავიდა უდაბნოში და 40 დღე რო იყო ეშმაკი რო გამოეცხა და უთხრა აუ ეს შენი იქნება ეს აჩენებს ყველაფერს უფალი ენება მამამ მითხრა და მორჩაო ჩვენს ღმერთმა გითხრა მიწას ეს არის თქვენი მიწა ქართველებო თქვენ სამშობლოს მიხედეთ სადაც საქართველო გქვიაო კი არ უნდა გავხლეჩილიყავ და დაყოფილიყავით 1000 პარტია და 1000 რაღაც ურჯულოებად და რაღაც ეს პარტიებს რო უყურებ საქართველოში სულ მგონია
ის დრო რას მე-16-მე-17 საუკუნე საქართველოსი რო გლიჯავდეთ თავად აზნაურობა ქვეყანას. ზოგი ხონთქარის კარზე გარბოდა თურქეთში, ზოგი კიდე ირანის კარზე სპარსეთში, ირანში გარბოდა საქართველოს. ანადგურებდნენ. წეწავდნენ ასე. ეს წერილების გაგზავნა, როგორ დღეს ახლა ჩადიან ეს არასამთავრობო, ხან ევროპაში, ხან ამერიკაში, დაждდებიან, ჩაგთ ესენი და ხან მეგობრობის აქს მიიღებენ, ხან იმას და ამათ უხარიათ. ერთი მითხრას ვინმე რომ საქართველოში თუ არ არის დემოკრატია, განსაცვიფრებელი დემოკრატია ბიზნეს სიტყვებს ვიმეორე მე, ისე დემოკრატია ვისაც არ ეზარება ყველაფერზე ყველა ლაპარაკობს, ყველას ლანძღავენ, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერი ითქმება ტელევიზიებში. 1000-ნაირი ჯერ სპექტაკლი დადგეს, ახლა რა იყო ეს? შის ვინ იყო? ეს რა იყო? ეს არის კულტურა და თეატრი. მაგას ვინ აფინანსებს? სახელმწიფო თუ მაგას აფინანსებს? ეს ჩემი სახელმწიფო არა. დოისის იყო, რა ქვია? დოი ხო რეჟისორი იყო, გაიგე და მისი სცენარი იყო ეს, გაიგე და დოი ხო დოი როყათ ვიღაც ქათამი, გაიგე. ეხლა ნახეთ, არ არის ორმაგი სტანდარტი იყო. ესენი ხო იზახონე დოი და დოის მიმდევრები და ესენი. ვაუ, საქართველო, ესე იგი ჯერ რა სიტყვებით ლაპარაკობ? საქართველო ისე რაღაც კავშირების დამყარება დაიწყო ჩინეთთანო, ის სტრატეგიული პარტნიორობის ამაზე რაღაც თელი ამბები, მოკლედ მოყვა თელი ეს ეკონომიკური პროექტებიო ისინიო და ესო კომუნისტური ჩინეთიო, გაიგე? სულ ამას იზახონე. კომუნისტური ჩინეთი. ბიჭო, თუ კომუნისტური ჩინეთი იყო, რატო გაიქცა ახლა რა ქვია იმას დოი თუ დოლი, გაიგე? ჩინეთში რატო გაიქცა და იქ რატო გააფორმა კონტრაქტი თავისი ასთან დაკავშირებით? ხო იმათვის იყო ეს კომუნისტური ჩინეთი, გაიგე? აუ, არაფერი აქ ფულზეა, ყველაფერი აქ ფულზე იყიდება. ანუ ამათ ვიცეს ფულს იმეთქენ არიან. კი. ფინანსელმა ჩინეთს არ დაუწყო ლანძღვა იმისგანო ფული აიღო. ხო. ფული აიღო, საიდან სად გამოძებნეს ფული ბიჭო, იცი რა ამიკვირს, ბიჭო. მასტერები ამ ფულების გამოძებნა. არა, ხო, მე მასტერები და ესე როგორ შემოდის ნაკადი ამხელა ესეთი შავი, მაგას ვეძახი მე შავი ფულს. ეს არის ქვეყნის საწინააღმდეგო ფულია. შავი ფული კი ეს არის ბოროტების ფული, გაიგე? შავი ფული, ბოროტი, აბა რა არის? ბოროტების ფული. შენი შრომი და შენი წესიერებით რო გამოდის. ქვეყნის წინააღმდეგო ფული შემოდის, გაიგე? ქვეყნის მე ახლა მომისვენე ერთ რაღაცას გეტყვი. შენი მეზობელი მე გადავიბირე, გაიგე? ხო და მე შენ არ მევასები რა. იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცნაირად კუთხე მიგიწვიო. შენ მეზობელს მე ვადებ ფულს, გაიგე? ვაძებ ფულს შენ შესაზღუდავად, გაიგე? და არა შენს გამოსაკეთებლად და შენს კეთილდღეობის შესაქმნელად. ეგრეა ხო, აბა და იმის ინტერესს ატარებ, ვისაც ფულის. და ისი ეს აგენტებით, ბიჭო, გაიგე? იმით ინტერესია ფულში. ისი ეს აგენტებით, ეს გათახსირებული უნამუსი. არ უნდათ საქართველოს, უნდათ ქართველების გარეშე ეს უნდათ ეს ჩვენი მიწა. მადლი უნდა, მშობლიური მიწა უნდა, რომ აქედან მადლის გაიტანო. ბიჭო, მადლის შენ მიღები შინაგანი. შინაგანი წვენა თუ არა გაქვს, რომ ის მადლი მიიღო. ჩვენ შევცირდეთ ქართველები და ჩვენ დავკარგოთ ის ჩვენი რაც არის, ჩვენ გენში და ჯიში და გადაგვაგარო, აღარ სვეტი ცხოველი გვექნება, აღარ ჯვარი გვექნება, ჯვრის მონასტერი. აღარ სამთავრო და ბევრი არაფერი დაგჭირება, აღარ ნიკორწმინდა იქნება. ამებს სულ მოსპობენ ეს. ზაზა რა არის იცით, ნახეთ ის მადლი, რომელსაც ახლა ჩვენ გვაქვს, გაიგე? ის მადლი შენ შინაგანად თუ არ გაითავისე, ხო? შინაგანად თუ არ შეიყვარე ის მადლი შინაგანად, ხო? ის შენ არ შეგერგება, გაიგე? ზედაპირული მადლი, რასაც ქვია და ესე მოდურად მიმდევარ მადლს და ეკლესიას და წვენას შენ ის ვერასოს ვერ იქნებ იქაური, გაიგე? ხო გახსოვთ რომ გამოვედით ჩვენ ციხეებიდან. ვითომ უნდა მოვეწყვეთ რაღაც სამსახურები, რაღაცეები. დაგვიდნენ ხო. ოქროს დამთავრების თქვენ სამხედრო იყავით, სამხედრო. ოქროს ნალიებს დაგვიდნენ. ხო. ჩემს ასუვაში. ყვარყვარეში რუას. მე შესასავაშედე. მე თქვენ რა გიდგათ, გვერდები ისე გამოვიდა. ბიჭო, მე მაღაზე კი არ ვწდებული. ხო მივდივარ ახლა სამსახურებში და ახალგაზრდები მუშაობენ. თუ რამე იცოდე, აი კომპიუტერის გარდა, იცი როგორ არის, აი ესეთ პროფილში რა. მარჯვნივ, მარცხნივ ვერ იყურებიან რა, ისეთ სიტუაცია. მე მეკითხებიან რა ფინანსებაზე მივედი ერთხელ რა, ოპერაცია მინდოდა, ფეხზე კიდე ქონდა გასაკეთებელი და რომელი ფონდიდან დაგაფინანსო ქალაქის მერიაში მეკითხებიან. რა შეაშია ფონდი გაწვა? პროგრამები გაქვთ და დამახინანსო. ხო და ფონდიც არისო და რომელი ფონდიდანო და მეუნები გოგო მეუთხარი, ჩემო დაიგო. თქვენ ახალ მერის თანამშრომელი, თქვენ უნდა მიიღოთ ჩემი განცხადება.
მერე ზემოთ გადაწყვიტავენ სოციალური სამსახურების ფონდი იქნება, პროგრამა იქნება. მე რომ მეკითხები, აქ არ მუშაობ, რა ფონდებია, მე რა ვიცი ქალაქის მერიასა. ესეთ სისულელეს და თან მეწოდებიან, უსწავლელი ხალხია დღეს თანამდებობებზე რა. სამსახურებში იღებენ, იცი როგორს? მონამორჩილი უნდა იყო რა. ეგეთი ჭირდებათ. მონამორჩილი. ადამიანი, შეხედე რა ხდება, როგორ დაიმორჩილეს ეს ქვეყანა, ნახეთ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა. ნახეთ ახლა რა გააკეთეს. თავის ზოზე ფაბრიკა ხახნები დაანგრიეს, ხო? გაასწორეს მიწას. არ ჭირდებათ არაფერი. ეკონომიკას დაცეს. მერე, ნახეთ ჩვენ ყავდა და უზარმაზარი, აი უნიჭიერესი და რომ მეტყვი ქვეყანაში ჩამოყალიბებული ის დიდი აკადემიკოსები, პროფესორები, მათემატიკოსები, ისტორიკოსები, ფიზიკოსები, ბიჭო, ინჟინრები ყავდა. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი მოგვისმეს ბატონოტრისთან. ეს მოსპეს ყველაფერი. მოსპეს. ქართველი კაცი იყო წამყვანი ყოველთვის ამ დიდ უზარმაზარ აკადემიურ წრეებში, გაიგე? ჩალაძის კომპანია იყო აქ, საგვირაბშენი ერქვა. შეცდომით კავშირი გვირაბები გაყავდა დღეს ჩინელებს გავაყვანინეთ. მოსწრეთ ამ ხელა ორგანიზაცია. დონეცკი ვინ ააშენა, იცი? მეძმარიაშვილმა ააშენა, დღემდე ახსოვთ, ქართველმა კაცმა ააშენა, მთელი დონეცკი, საბჭოთა კავშირის დროს, გაიგე? და მთელი ეს აი რომ იტყვი დასახლებული ეს რომ იტყვი კორპუსები და მთელი ეს ინფრასტრუქტურა მაგან გააკეთა. მეტალურგიული ქარხნები, ქართველების აშენებულია. ამერიკის შეერთებული შტატების დღეს სამხედრო მოქმედი, რომ იტყვი, ეხლა გათანამედროვებული F-16 პირველი, ხო იცი? ვინ გამოიგონა იცი? ქართველმა. ამერიკაში, ქართველიშვილმა. ქართველიშვილმა გამოიგონა. ბიჭო, წამლის ბოთლიც ქართველმა გააკეთა პირველად ამერიკაში შუშის წამლის ბოთლი. კი ბატონო. ასეთი ადამიანები ყავდა ჩვენ, მაგრამ სწორედ ამიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენ ქვეყანასა მიმართებაში ამ მიმართულებით ბრძოლა, რომ ეს ხალხი გაეწოვა თავისკენ გაეწოვა, აი თავისკენ წაეყვანა. აქ ისინი მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არის. ყველა მიმოქმედა. კოლექტიურმა დასავლეთთან იმუშავა. ეკონომიურად ჯერ ესენი დაესუსტებინა, გაიგე? და იმ დონეზე მიიყვანა ეს ადამიანები, რომ თვითნებურად კი არა, ნებაყოფილობით უკვე წასულიყვენ და ხო, იმიტომ ლუკბაპური ეშოვა. იმათ ის ადამიანები რომ წავიდნენ გაიწოვა სწორედ აი ამ ტექნოლოგიებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მიდგომებით ეს აკადემიკოსები, ეს მთელი ფიზიკოსები, ბოლო-ბოლო ბიჭო, აგერ მცხეთაში ის ატომური ელექტროსადგური ქონდა, ქართველი ფიზიკოსები მუშაობდნენ და ქართველი ფიზიკოსები იმუშაობდნენ, აკეთებდნენ ამ დიდ გრანდიოზულ შევანაძე ხომ ისა მე. შევანაძე ხო გაატანა ამერიკაში. ხო და ამიტომ იმიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ ადამიანების ხარჯზე ხო თვითონ თავის ეკონომიკა ამოწიეს და თავისი ეს მთელი ეს როგორც პოლიტიკური, როგორც უსაფრთხოების კუთხით გააძლიერეს ყველაფერი და ჩვენ რა გაგვიკეთეს, დაგვაკნინეს, დაგვაჩლუნგეს შვილების და შვილიშვილების წაგვართვენს გაიგე და ქუჩაში გამოგვიყვანეს აგე და გამოგვირეკეს ხალხი როგორც მონები, გაიგე? როგორც უღირსი ადამიანები. პროფესორ მასწავლებელი მოსილები გაყარეს უნივერსიტეტებიდან და შეიყვანეს თია თუთფელიძე და ვიღაცები. ამათ უძახით ახლა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას? ეს სტრატეგიულ პარტნიორობა ეს არის ქვეყნის დაქცევის პარტნიორობა. ეს არ გაუკეთებია არც ერთ მტერს თავის დროზე, როდესაც ჩვენ შემოსევებში ვიყავით საქართველოსთვის, რაც ახლა მათმა გააკეთეს, გაიგე? რაც ამ დასავლეთმა გააკეთა და რაც ამ ის ბიჭო ხლით მოდიოდა. ხო, ხლით მოდიოდა. ლიბერალ LGBT ფაშისტურმა. ხლით მოდიოდა და ვიცოდით, ეს წერი იყო და ეს ისე შემოძვრა ჩუმად. აი, გველი რო შემოეხვევა ნელ-ნელა რა ადამიანს რო აღჭოს. ესე ყავს შემოხვეული ახლა და ეს ლიბერალიზმი საქართველოს. საშინელებაა. და ილია ჭავჭავაძეზე გამოდიან ზოგიერთი ეს ოპოზიციონერები თუ ვითომ გონია თავი. ვინა ოპოზიცია? ვიღაცა განათლებული და ესენი არა ოპოზიცია. ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო. ლიბერალი კი არა, ერის კაცი იყო. აბა რა, უნდა ლიბერალად მონათლა მაგის ხო ეს? აი, რა სისულელია ლიბერალიზმი. ერთი ილია ჭავჭავაძის ნათქვამებიც აიკითხონ, ერთი რასამობდა რუსეთთან მიმართებაში, რასამობდა იმასთან. ის დიდმა ჩვენმა აკადემიკმა ვინ ჩამოაყალიბეს? ბიჭო, სტალინმა, ფილიპე მახარაძე და ისა რა ქვია, სერგო ორჯონიკიძე, რატო დაიწყო მაგის წინამდე გამოძიება, იცი? იმიტომ ორივემ ილია ჭავჭავაძე მოკლეს, გაიგე და ილია ჭავჭავაძის გამო გააკეთა სტალინმა გადადგა ის ნაბიჯები, რომ ის ამიაურა ხელაშვილი ესენი რამე სულ ყველა მიაყვა. მაგათი ორგანიზება იყო ყველაფერი. მიწითელი არმია შემოუძღა საქართველოში ყველა დახურეტილი იყო. აბა რა, სტალინმა ის გააკეთა, რომ ილია ჭავჭავაძე მაგენმა მოკლეს, გაიგე და სტალინის
ძალიან დიდ პატივსაცემად ილია ჭავჭავაძეს, კაი და არაპატია მაგეს, კაი ეს ყველა. იმან დაუწერა ბიჭო, ვართ გაიფურჩა კოკორი. იქ გაზეთი ერიაში და მაშინ თქვა ეს არის გენიოსი. კი ბატონო. თვითონ ილია ჭავჭავაძის სიტყვებია, რომ აღიარა ესეთი ეს ადამიანი თუ გააგრძელებს ამ მოღვაწეობას ამ სფეროშიო. მაგრამ ესეც ღვთისნება იყო, რომ სტალინი გამხდარიყო და ეს ფაშიზმი და ეს ლიბერალიზმი მოესპო და აღეკეთა ამ ათეულები წლებით. ისე ნახე ახლა რამხელა თუ აი ჩვენ ხო ახლა ბოლომდე არ ვიცოდეთ ეს ყველაფერი და ბოლომდე არ გვასწავლდნენ, იმიტომ რომ ხრუშოვის გავლენამ ძალიან იმოქმედა. ხრუშოვის შემდეგ დაიწყო სუა საბჭოთა კავშირის გრევა და რამდენი 40 წელი არ. ხრუშოვი ამერიკელების აგენტი იყო და მე დაიწყო, მაგრამ სტალინთან მიმართებაში. რა გარბაჩოვი რა იყო? არა, მაგრამ მე რას გეუბნები, ნახე რა უნდა გითხრა. ხრუშოვმა დაიწყო პირველი სტალინის განადგურების პროცესი. ესმის აშია საქმე. ხრუშოვმა დაიწყო პირველი, რომ მთლიანად, ესე იგი, უნდოდა სტალინური იდეოლოგიის მოსპობა ამ ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში, კაიგე. ხრუშოვმა დევნა სტალინის ოჯახი, კაიგე. გაანადგურა შვილების, გაუკეთა, ხო? დაიწყო პირდაპირ სახლი არა ქონდათ ბიჭო შვილებს. ხო, მასიური რეპრესიები დაიწყო სტალინის მთელი ამ გარემოთვის, ხო? და ხრუშოვმა გააკეთა ის, რომ სტალინი რომ გამოეყვანა ტირანი და სტალინი რომ გამოეყვანა დიქტატორი, ხო? თუ ვინმე ქურდი, ყაჩაღი, მკვლელი და კაცჭამია იყო, ყველას რეაბილიტაცია გააკეთა, რომ სტალინს მიაწერა ეს ყველაფერი, გაიგე? თები რა შეასაკა? იმან ხო ისიც რო არის სტალინის რო ხო თქვა 3 მილიონი რო დახვრიტეო, ისიც მამაჩემის ის იყო უკრაინაშიო. ხო, მე ნახე რა ხდება ის რომ ეს იყო ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთებული იმისთვის, რომ სტალინი ებრძოდა ლიბერალიზმს. იმ ფაშისტური იდეოლოგიას, ფაშისტური ლიბერალიზმს ებრძოდა სტალინი. სტალინი ებრძოდა იმ არასწორი ორიენტაციით მიმავალ ადამიანებს, გაიგე და ეს ყველაფერი აბსოლუტურად მისი ლოკალიზება სტალინმა მოახდინა, გაიგე? ლოკალიზება მოახდინა და კერები ჩაახშო, გაიგე? ბიჭო, სტალინი ეს არაპატიეს კაც, ბიჭო, გაიგე? სტალინმა, ბიჭო, მაგი კი არა. ზუსტად ისე მიყავდა ქვეყანა, რომ კაც უნდა ეცხოვრა თავისი შრომით, წესიერი უნდა ყოფილიყო, პატიოსანი უნდა ყოფილიყო. ამ სიტყვებს უფალიც გეუბნება, რომ იყავი წესიერი, არ იყო ბოროტი, სიკეთი აკეთე, ადამიანს დაეხმარე, მეგობარს გვერდში ამოუდექი. შენ როგორ ფიქრობ, კაცი სემინარიაში სწავლობდა, გაიგე და ეხლა ის სხვანაირად ცხოვრობდა? კაცი სემინარიაში სწავლობდა. მაგარი შერწყმა გააკეთა ყველაფრის. მაგრამ ფესვები მაინც ის იყო. სემინარიაში ნასწავლიდან. აბა რა, ფესვები ძირი იქიდან მოდიოდა. სემინარიიდან მოდიოდა. ქრისტეს სწავლებიდან კი ბატონო. იყო ყველაფერი და იმიტომ ედგა უფალი უფლის გარეშე კრემში უფლის გარეშე მაგომს ვერ მოიგებდა. კრემში ქონია ესა პატარა ეკლესია შიგნი კრემში. აი გერაშია სა. მე ვიცი ხატი ქონდა რომ გადიოდა ქვას იღებდა. ჯო, მაგას თავი დავანებე, წინა მარიამის ღვთისმშობლის ხატი შემოატარა. შემოატარა მოსკოვსთან რო იყო მოსკოვში შემოატარა, რომ მოსულები რო იყო. ამას ახლა მორწმუნე კაცის გარე. თან იქიდან ჩამოვიდნენ ალექსანდრიის პატრიარქი და ისინი. კი ბატონო. სიზმრის გამოცხადება ქონდათ რომ უთხარეს რომ შემოატარეო. ამას მორწმუნე კაცის გარე სხვა ვინმე გააკეთებდა? არა. თან როგორ ქვეყანაში ათეიზმი რო იყო გამეფებული, ეკლესია მონასტრებში წირვა აღარ მიდიოდა. ყველაფერი დანგრეული იყო და სანამ არ მოსპო ეს. ეგ ლენინისა ტროცკის პოლიტიკა იყო. ხო, პოლიტიკი და სანამ არ განდევნა ეს. ლენინურ ტროცკისული ისა იდეოლოგია. სანამ არ მოსპო, მე აღადგინა რუსეთის საპატრიარქო, მე აღადგინა იმის საპატრიარქო, ისე ტროცკის კარგად გაუსწორდა მაგი, იმიტომ რომ ტროცკი სადაარტყა იმაში ჩაქუჩი თავში. გარყვნილი კაცი იყო ტროცკი. გარყვნილი. 12 პასპორტები ჰქონდათ, ბიჭო, თელი ეკლესიის ქონება, რაც ხატები და ისინი ჩამოხსნეს და მოსპეს, სულ ამერიკაში გაიტანეს მაგეებმა. თელი სიმდიდრეები. ტროცკიმ და იმ ზინოვიევი, კამენები, ვინც იყვენ რა ესენი. მოღალატეები. ყველას რო იჭერდნენ, ბიჭო, 10-8 პასპორტი ჰქონდათ გამზადებული სხვადასხვა იმას სურათები, სხვადასხვა გვარებით. აბა ესე ხო, ნახე, წარმოვიდგინე ხა თქვენ
და აბრალებენ ამას ყველაფერს სტალინმა დაანგრია ეკლესიებს, სტალინმა კი არ დაანგრია ეკლესიებს. იგი შეაჩერა. ლენინის და ტროცკის დანგრეულები შეაჩერა. ეს პროცესი შეაჩერა, გაიგე? და ლენინი ხო ანტიქრისტე იყო, კაცო, ებრაელი იყო და მაგას ის კაცმა არის ის კიდე ებრაელიც იყო და კიდე რა იყო. საერთოდ ვინ იყო? ტროცკი ხო საერთოდ სატანისტები იყვნენ, სატანის მოციქულები. სატანისტები იყვნენ, კაცო, აბა რა იყვნენ, კაცო, ასაც აკეთებდნენ, მაგან იყო სატანისტური პროგრამიდან გამომდინარე ყველაფერი, გაიგე? სტალინს უთხრეს წმინდა ბერი ჩამოდის და ეუბნება რომ შენ უნდა წამოხვიდე რუსეთში, უნდა გახდე რომ უნდა იქნა ანტისემიტიზმზე, უნდა იქნა რუსეთიო. სტალინს ეს თვითონ კი არ დასიზმრებია და რამე. ეს ღმერთმა მოულინა, კაცი წაიყვანა იმ დრომდე რამდენი ჯოჯოხეთი გამოიარა სტალინმა, რა გაქცევები, ბაქოს ციხიდან კაცი არ გაქცეულა სოფლიოში და ერთი კაცი იყო გაქცეული სტალინი. ციმბირში? ციმბირიდან გაქცევი, შეიძლება ციმბირიდან უფრო გამორუდა ხალხი, მაგრამ ბაქოს ციხიდან ერთი კაცი იყო სტალინი, ვინც გაიქცა. ეს ღვთისწყალობა არ არის მითხარი. რა თქმა უნდა. და ესენი ამბობენ ახლა რომ აი სტალინი იყო. მომისმინე იქნებოდა. ვერაულენ. მე გეტყვით ახლა. ვერაულენ, ბატონ ტრისთან. ვერაულენ გვერ სტალინს. თუნდაც სტალინმა საქართველოში დახვდა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება სტალინის გარეშე არ იქნებოდა. აი ახლა მე რა მინდა ვთქვა. თუნდაც საქართველოში სტალინმა დახრიტა, ის დახრიტა, ბიჭო, წაიკითხეთ რომ დახრიტა, რატო დახრიტა? რა წერია აი იმაში, რა ქვია, მის საქმეებში, რომ ერთი ინგლისის აგენტურა იყო, მეორე საფრანგეთის აგენტურა იყო. მესამე ამას ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი. არა, მე გეტყვი ყველაზე მეტი რა იყო. აგენტობაზე მეტი რა გაკეთდა იცი საქართველოში? აი, მიშას დროს რო ხალხს უშვებდნენ და ეუნებოდნენ, დაადე ხელი. და შენ არაფერს გეტყვით და შენ გიშვებთ. აი ეს ხდებოდა საქართველოში. ვინც არ მოსწონდათ? კი. ამ ლიბერალ ფაშისტებს? იმ კაც აკვლევინებდნენ. იმაზე ადებინებდნენ, ეს აგენტია, აწერინებდნენ ანონიმკებს, იმას, რომ აი ესე თქვა და всё. რა უნდა და ტროიკა არსებობდა, სამი კაცი ძებოდა და ხრიტავდნენ კაცს. სუდანოსებით. არასწორი დანოსებით. კი ბატონო, თრუ, ესე იგი რაღაც არასწორი ინფორმაციებით მიწოდება იქ, სადაც ის სამი კაცი იჯდა და ის სამი კაცის ხელს უწყობდა და ახორციელებდა ამ არა. ის ტროიკა რო იყო შეკრებილი მაგისტრის იყო გაკეთებული ეს ტროიკა. ყოფა უტირა ამ ტროიკა სტალინმა. იმასაც ყოფა უტირა. რეჟიმს და იმებს რა უქნა სტალინმა. იმასაც ყოფა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოკლედ ჩვენ ძალიან სიღრმისეულად მართლაც დავიწყეთ ამ საკითხებთან მიმართებაში საუბარი მე და ბატონმა ზაზამ და არა 9 მაისი. ხო, 9 მაისს მოიტანა. 9 მაისს უნდა აღინიშნოს საქართველოს პომპეზურები. მე მაგის შემდგომ მომავალ წელიწადს. მომავალ წელიწადს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მომავალ წელიწადს, მაგრამ თქვენ ხო ახლა ბევრი რამეები კიდევ ჩვენ არ ვიცით, არ პირადად მე გაიგე, მაგრამ ეტაპობრივად ახლა მალე მოხდება ის და მალე მოვა ის რომ ჩვენ აი სტალინის არქივები, რომელიც არსებობდა დღემდე კიდევ არ არის გამოტანილი ესები და ბოლომდე და არიციან ხალხმა ამ ადამიანმა რამდენი სიკეთე უკეთა საქართველოსაც საერთოდ როგორ გადაარჩინა მთელი ეს კაცობრიობა ამ სიბინძურეებისაგან, ხო? ბევრი რაღაცები თქვა. და ბერიას გვერდში დგომით კიდე. კი. ო, სტალინი ბერია, ეს იყო ორი ადამიანი. ორი ადამიანი ბუმბერაზი. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ინგლისის აგენტი იყო და ატომური ბომბი შექმნა საქართველოს კავშირში და ინგლისის აგენტი ღარო ეხლა ეს ვინმე მიცოდა აქამდე ეხლა რაღაცნაირად უკვე იმას არა მაგ ბომბი არა ბომბს კი არ გეუბნებით აგენტურა როგორ მუშაობდა საბჭოთა აგენტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმაში ასე წარმატებულად ფული ხო ყველაფერს წვიდავს გაიგე ფული ბერია ბეჭდავდა სწორედ იმ უცხოურ ვალუტას აქ საქართველოში და ამ ფულს აძლევდა აგენტურას. იმათ ფულს, გაიგე? მე ამ დამპალმა ხრუშჩოვმა ჩაუშვა, გაიგე? და მე გადაიტანა. იმათ, წარმოვიდგინე, აი ეს ფული, რომელი ფული ზუსტად ისე დოლარი იყო მაშინ. ხო, ერთი დოლარი და ფუსტერინგი. ერთი ბეჭდებოდა. მე ბერია ბეჭდავდა ამას, აქ აკეთებდა. თან ვერ იგებდნენ, რო ის აქ დაბეჭდილი იყო. ხო, ვერ იგებდნენ, გაიგე და აგენტურა. ისე იცი რატო, რო შედიოდა ბანკებში, ხო არის, რო შედის ფულები ამერიკის იმ რასაც ქვია სარეზერვო ბანკი რო. კი ბატონო, ხო და აი ფულით ახლა როცა უკვე უზრუნველყოფილი იყო აგენტი და ის კაკების თანამშრომელი და NKVD-ს თანამშრომელი ფინანსურად კესით ბატონოზაცა ხო? კი. ისინი უკვე ყველანაირად ხონდათ ხელფეხი. ფულით ბეჯო იდეოლოგია იყო სამშობლოს და იდულობდნენ ინფორმატორებს აი ამ ფულით. ამ დაბეჭილი ფულით. აი ამას მოფიქრება უნდა კაცო. მოფიქრება კი არა უდიდესი კაცი იყო ბერია. მაგან შემოიტანა საქართველოში ბატონო ტრისთან. პორტოხალი, მანდარინი, ეს ციტრუსები ბერიაზეც არის ესენი გაკეთებული. ეს
ორი ის რო გვაქვს რა ქვია ამას სანაპირო ვერიაზოს გაკეთდა მაგე. ბევრი რაღაცები გაკეთდა და ბევრი რაღაცები დღემდე მაგათი დატოვებულებით იკვებებია რო იცოდეთ თქვენ. ამიტომ ცოტა სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხებს და ცოტა კი არა კარგად სიღრმისეულად ჩაწვდით და სიღრმისეულად შეხედათ იმ ეროვნულ პატრიოტულ საქმეებს და ის გაითავისეთ და ნუაყოფით ამ ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგიის მიმდევარ ნურს პოლიტიკოსებს, ნურს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნურს მოქალაქეებს, ხო? ჩვენ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ზანდებოდეთ.